განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენს წინასაუბარში განვიხილავდით ტერმინ იერარქიის მნიშვნელობას და ამ ტერმინის და მასთან ფუძეზიარი ტერმინების კომპოზიტური შემადგენელი ნაწილების ცალ-ცალკე განხილვის შედეგად გარკვეული ანალოგები, ქართული ანალოგები ამ აღნიშნულ ტერმინისა ჩვენ უკვე წარმოვადგინეთ, რომ იერარქია შეიძლება და ქართულად თარგმნილიყო და ასეც თარგმნის მას წმინდა ეფრემწინ როგორც ღვთაებმთავრობა, სამღვდელოდ მოთავეობა, ასეთ შეიძლება ითარგმნოს, ან და სიწმიდეთ დასაბამობა. სიწმიდეთ დასაბამობა ამ ტერმინის იმ შინაარსს განჭრეს, რომ ჰიეროს ნიშნავს კურთხევის მადლით წმინდა ქმნილ მოვლენას, უზენაეს სიწმინდეს, ხოლო არხე როგორც დასაბამობა. მაგრამ ესა საკუთრივ ტერმინის განმარტება, ხოლო მისი საღვთისმეტყველო შინაარსი წმინდა დიონისე არიოპაგელს ამგვარად აქვს განჭვრეტილი. სიწმინდე და კვლავ აღნიშნავთ, რომ სიწმინდეში ჩვენ გულისხმობთ კურთხევის მადლით, საეკლესიო მადლით წმინდა ქმნილ მოვლენებს, აი ამგვარი სიწმინდეები, რა თქმა უნდა, ყველა ერთი ხარისხის არ არის. სიწმინდეთა შორის ხარისხობრიობა არსებობს თვით სასუფეველშიც და რა თქმა უნდა, სასუფეველის ამქვეყნიურ სახეში ეკლესიაშიც. სიწმინდის უფრო მეტი მადლმოსილება აქვს მღვდელს, ვიდრე დიაკონს. უფრო მეტი ეპისკოპოსს თვით პატივისგან გამომდინარე, ვიდრე მღვდელს და სხვა. ანუ ხარისხებია როგორც სიწმინდეში, ასევე ხარისხებია უკეთურებაში, ეკლესიის მამათა ერთსულოვანი სწავლებით. ხარისხებია როგორც სასუფეველში და სამოთხეში, ხარისხებია ჯოჯოხეთშიც. სიწმინდეთა ხარისხობრივი მეტნაკლებობა, ერთი უფრო მეტად წმინდა, მეორე უფრო ნაკლებ წმინდა, არ გულისხმობს იმას და ეს ყველაზე არსებითია, რომ ის უფრო ნაკლებ წმინდა თითქოს უწმინდურების შემცველიცაა. ყველაზე მთავარია ჩვენ ეს მომენტი გავაცნობიეროთ, რომ ტერმინი იერარქია ისეთ სიწმინდეთა ხარისხობრიობას ეხება, რომლებიც ყოვლითურ სიწმინდეში მყოფობენ და მათ შორის უწმინდურების აჩრდილიც არაა. ესე იგი, აქ იერარქიულობა არის საკუთრივ სიწმინდეში, სიწმინდის წიაღში, რომ სიწმინდის წიაღში არსებობს ერთი საფეხური, რა თქმა უნდა, დიდი სიწმინდის შემცველი, იმაზე აღმატებული კიდევ უფრო დიდი სიწმინდის შემცველი და სხვა, მაგრამ ის უფრო ქვემორე საფეხური, რომელიც სიწმინდის მიხედვით უფრო ნაკლებია ზემორეზე, ამავე დროს რაიმე უწმინდურების შემცველი კი არა და ამით კი არ არის ნაკლები. მხოლოდ სიწმინდეა ყველგან, კვლავ აღნიშნავთ, მაგრამ აი ამ სიწმინდეში ინტენსივობის მიხედვით, სიძლიერის მიხედვით არის მეტნაკლებობა. უფრო გასაგები იქნებოდა ეს, თუ ჩვენ სინათლის ანალოგზე წარმოვიდგენთ ამ მოვლენას. მთლიანად განათებულ ადგილას, სადაც სიბნელის ნიშანწყალიც არა, ამ განათებულობის ხარისხი ჩვენ შეგვიძლია ვზარდოთ უფრო და უფრო. ესე კიდევ უფრო გავანათოთ, ეს იქნება სინათლის უფრო მეტი ხარისხით გამოვლენა, იმის იქეთ კიდევ უფრო მეტად გავანათოთ, თლად გავაკაშკაშოთ და სხვა. მაგრამ იმ სიკაშკაშეზე, რაღაც დიდ სიკაშკაშეზე უფრო ნაკლები სიკაშკაშე, იმას კი არ ნიშნავს, რომ ამავე დროს სიბნელესაც შეიცავს. ყველგან სინათლეა. სინათლის ინტენსივობა შეგვიძლია იერარქიულობა წარმოვაჩინოთ. აი ეს მხარეა ყველაზე არსებითი, როდესაც სიწმინდეთა შორის იერარქიაზე ვსაუბრობთ, რომ ყველა სიწმინდეა, ყველა ღირსეულობაა, მაგრამ მათ შორის იერარქიულობა არის. ეს იერარქიულობა, რა თქმა უნდა, იმგვარადვე გაიგება, როგორც ანგელოზთა შორის იერარქია. ანგელოზთა შორისაც კარგად არის ყველასთვის ცნობილი, უწმინდურებისა და ბოროტებისა და ცოდვის ნიშანწყალი არ არის. მაშინ ის სანეტარო წიაღი და ღვთის ტახტი და სამკვიდრებელი არ იქნებოდა. იქ ყველგან სინათლეა, ყველგან სიწმინდეა, ყველგან ანგელოზებრიობაა, მაგრამ მათ შორის ამ მანათობლობის ხარისხით არის, რა თქმა უნდა, იერარქია. ზემოდან მეცხრე დასი, საკუთრივ ანგელოზები, ყოვლად მანათობელნი, მაინც უფრო ნაკლებ მანათობლობენ, ვიდრე მათზე უფრო აღმატებული დასი მთავარ ანგელოზი. ისინი კიდევ უფრო კაშკაშა და ელვარე დასია. იმაძეზე მთავრობანი უფრო კაშკაშებენ და ელვარებენ. ესე იგი, ანგელოზნი, მთავარ ანგელოზნი, მთავრობანი, შემდგომ ხელმწიფებანი, ძალნი, უფლებანი, საყდარნი, ქერუბინნი, სერაფიმნი. ავდივართ რა ზევით, სულიერი სიკაშკაშე, სულიერი მანათობლობა უფრო და უფრო ძლიერდება. მანათობლობის სულიერი ინტენსივობა, სიძლიერე, სიმძაფრე მკვეთრდება და ამით იქმნება ეს იერარქია. ამრიგად, მივდივართ იმ უეჭველ დასკვნამდე, რომ სიწმინდენი სუფევს სიწმინდის წიაღში, სადაც უწმინდურების ნიშანწყალიც არ არის, მაგრამ ამ სიწმინდეთა შორის არის მეტნაკლებობა. ზოგი უფრო ძლიერია, უფრო მძაფრია, უფრო მკვეთრია სიწმინდით, ანუ სულიერი სიკაშკაშით ელვარებით, ზოგი უფრო ნაკლები.
იერარქიულობა ამ სიწმინდეებისა მაინც ერთი მთლიანობა, იმიტომ რომ არსება მათი ერთია. რა ხარისხის, რა ინტენსივობის, რა სიძლიერისაც არ უნდა იყოს სიწმინდის ესა თუ ის გამოვლინება, ის მაინც არსობრივად დაკავშირებულია მეორესთან, უფრო მაღალი იქნება ეს მეორე თუ უფრო დაბალი. სიწმინდის ყველა გამოვლინება ერთი არსებისაა. ისე როგორც ზეციური ძალები, ანგელოზები ერთი არსების არიან, მაგრამ პიროვნულად სხვადასხვა ხარისხის, ამგვარადვე სიწმინდენი, ღვთისმომადლებული სიწმინდენი ერთი საუფლო სიწმინდეა, მაგრამ გამოვლინებით სხვადასხვა ხარისხისაა. და ამ სიწმინდეთა ურთიერთ მიმართება ქმნის იერარქიას. ეს ურთიერთმიმართება როგორ განიჭრდება? ეს ურთიერთმიმართება არსებობს ორივე მიმართულებით, ზემოდან ქვემოთ და აგრეთვე ქვემოდან ზემოთ. ჯერ ამ უკანასკნელს შევეხოთ ქვემოდან ზემოთ. სიწმინდის რაღაც მდგომარეობა, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ ყველაზე ქვემორე საფეხურზე შეგვიძლია წარმოვადგინოთ, წარემატება და ნაწინამძღვრებია ღვთისკენ, არა უშუალოდ, ესე იგი მას უშუალო კავშირი კი არ აქვს ღმერთთან, ესე იგი სიწმინდის რომელიმე ქვემორე საფეხურს, არამედ ღმერთს უკავშირდება იგი მასზე აღმატებული სიწმინდის საფეხურის გზით. ასე რომ ვთქვათ, ის სიწმინდე, რაც დიაკონის პატივს, დიაკონის ხარისხს უკავშირდება, ღვთიურ მადლმოსილებასთან დაკავშირებული არა უშუალოდ, არამედ ღვდლის ხარისხის გავლით. ღვდელია მისი წმინდამყოფელი, მისი წინამძღვარი, მისი ღვთიურობასთან დამაკავშირებელი. მაგრამ თვითონ ღვდელიც უშუალოდ კი არ უკავშირდება ღვთიურობას იმ სიწმინდეს, რასაც ღვთლობის პატივი გულისხმობს, არამედ საეპისკოპოსო ხარისხის წიაღ. ეპისკოპოსი, ღვდელი, დიაკონი ერთი და იგივე სიწმინდის სამხარისხოვანი გამოვლინებაა და ისინი ერთი მეორესთან მიმართებით ერთი მეორეს მეურვეობენ. უფრო ზემორე სიწმინდე მეურვეობს, უპატრონებს, უწინამძღვრებს უფრო ქვემორეს. ეს უფრო ქვემორე ერთი მხრივ ნაწინამძღვრებია უფრო ზემორესგან, მაგრამ თვითვეა თავის მხრივ წინამძღვარი უფრო ქვემორესი. როდესაც ჩვენ ტერმინ ჰიერარქიაში გამოყავით ტერმინი არხი, გარდა დასაბამობისა, მოთავეობასაც, წინამძღვრობასაც ნიშნავს, ეს ორივე შინაარსი რატომაა აუცილებელი რომ გამოკვეთილი გქონდეს? იმიტომ რომ ყოველი ზემორე საფეხური სიწმინდისა მასზე უფრო ქვემორეს საფეხურს ერთი მხრივ უმეთაურებს კიდეც, უგამგებლებს, უწინამძღვრებს კიდეც, მაგრამ ამავე დროს უშუალო წყაროც იმ ხარისხისა თვითვეა. რა თქმა უნდა, ნამდვილი წყარო ყველა სიწმინდისა თავად უფალია, საუფლო წიაღია, მაგრამ საუფლო წიაღიდან თუ ზეციურ ძალებზე ვიმსჯელებთ ამ შემთხვევაში, ეს სიწმინდე უშუალოდ მხოლოდ სერაფიმთა მწკრივს გადაეცემა. ქერუბიმებს იგივე სიწმინდე გადაეცემათ აუცილებლად სერაფიმთა გავლით. საღდართა მწკრივს სერაფიმთა და ქერუბიმთა გავლით. უფლებათა მწკრივს სერაფიმთა, ქერუბიმთა და საღდართა გავლით და ასე შემდეგ. მაგრამ ქერუბიმთა მწკრივს ზემოდან მეორე მწკრივს ანგელოზებისას, როდესაც საღვთო სიწმინდე მიეცემათ და ეძლევათ მარადიულად, მართალია ობიექტურად ეს ყოველივე ღვთისგან ეძლევათ, მაგრამ უშუალოდ მათი მიმნიჭებელი წყარო ამ შემთხვევაში სერაფიმებია. სერაფიმების საკუთრივ ამ სიწმინდის წყარო არაა ბუნებითად, ობიექტურად, ისინი მხოლოდ გამტარნი არიან, მაგრამ ქერუბიმთათვის ისინი ამგვარად წარმოჩნდებიან, იმიტომ რომ ქერუბიმებს უშუალოდ მათგან ეძლევათ ეს სიწმინდე, არა მათეულნი, არამედ ღვთისეულნი, მაგრამ სერაფიმთა გზით მათზე გადაცემული. ამრიგად, ობიექტური წყარო, ბუნებითი წყარო ყოველივე სიწმინდისა თავად ღვთისგანაა, მაგრამ უშუალოდ მიმწოდებელი ამა თუ იმ ხარისხისადმი, ამა თუ იმ მოვლენისადმი, ამა თუ იმ პირისადმი, ამა თუ იმ სიწმინდისა ის გახლავთ, რომელიც კონკრეტულად არის მისი მეურვე მასზე შემდგომი იმ მომენტში. ზემოდან მეცხრე დასის ანგელოზების მთელი სიწმინდე უშუალოდ მათზე გადაცემული გახლავთ მთავარანგელოზთა მწკრივისგან. რადგანაც სწორედ მთავარანგელოზნია ანგელოზთა ზემორე მწკრივი პირდაპირ მყისვე. მთავარანგელოზთა მწკრივის ყოველივე უშუალოდ ეძლევა მთავრობათა მწკრივისგან, იმიტომ რომ სწორედ მთავრობათა მწკრივია მათზე აღმატებული ერთი საფეხურით. რაც მთავრობათა მწკრივისგან მთავარანგელოზთა მწკრივს ეძლევა, ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, კვლავ გვაუსამთ ხაზს, მხოლოდ ღვთის სიწმინდებია, მთავრობათა მწკრივს საკუთარი ბუნებითად მათეული სიწმინდე არ აქვს, ყველა მათგანს ღვთისგან აქვს ბოძებული და ღვთის რაც ებოძათ, უფრო ქვემორეებს გადასცემენ. თუ რატომ გადასცემენ, ამას ჩვენ მოგვიანებით ვიტყვით, მაგრამ ამ შემთხვევაში სურათს გადმოცემ თუ რა ვითარება იერარქიულ კიბეზე, რომ იერარქიული კიბის სიმტკიცე განპირობებულია იმით, რომ ყოველი ზემორე საფეხურის მოვლენა ან და პირი არსი ამა თუ იმ იერარქიული კიბისა მასზე ქვემორისთვის სიწმინდეთა წყაროც არის და ამ ქვემორეთა წინამძღვარიც გახლავთ. ესე იგი ტერმინი არხე ორივე მნიშვნელობას იტევს. მთავარანგელოზნი
მთავარნიც არიან ანგელოზთა მტკრივისთვის და დასაბამნიც იმ სიწმინდეებისა, რაც ანგელოზთა მტკრივს აქვს. კვლავ აღნიშნავთ დასაბამნი მხოლოდ იმ გაგებით, რომ ანგელოზთა მტკრივს უშუალოდ მათგან ეძლებათ ეს სიწმინდე და არა იმ გაგებით დასაბამნი, რომ თითქოს ამ სიწმინდეთა წყარო ობიექტურად ისინი იყვნენ. ობიექტურად ყოველივე ღვთისგან მოედინება, მაგრამ მათი გამტარობით, რადგან მიენიჭებათ მთავარ ანგელოზთა გამტარობით ანგელოზთა მწკრივ სიწმინდეები, ანგელოზთა სულიერი თვალის წინაშე მათთვის ამ სიწმინდეთა უშუალო წყაროთ, რა თქმა უნდა, მთავარ ანგელოზთა მწკრივია. ამრიგად, ჩვენ ასე რომ ვთქვათ, მთავარ ანგელოზთა მწკრივი, ანგელოზთა მწკრივის ყოველგვარ სიწმინდეს დასაბამობს კიდეც და უწინამძღვრებს კიდეც. ესე იგი, გამგებელიცაა ამ სიწმინდეებისაცა და წყაროცა, სათავეცა ამ სიწმინდეებისა მათთვის. ასევე მთავარ ანგელოზთა მწკრივის ყველა სიწმინდეს დასაბამობს და უწინამძღვრებს მთავრობათა მწკრივი. მთავრობათა მწკრივს თავის მხრივ დასაბამობს და უწინამძღვრებს ხელმწიფებათა მწკრივი. აქ არცაა აუცილებელი ჩვენ უკვე ეს ტერმინი სიწმინდე ვთქვათ. ზოგადად რომ ვთქვათ, მთავრობათა მწკრივს დასაბამობს და უწინამძღვრებს ხელმწიფებათა მწკრივი, ხელმწიფებათა მწკრივს დასაბამობს და უწინამძღვრებს ძალთა მწკრივი. ზემოდან მეხუთე, ძალთა მწკრივს დასაბამობს და უწინამძღვრებს უფლებათა მწკრივი, ზემოდან მეოთხე, უფლებათა მწკრივს დასაბამობს და უწინამძღვრებს საღდართა, საღდართას დასაბამობს და უწინამძღვრებს ქერუბიმთა, ქერუბიმთას დასაბამობს და უწინამძღვრებს სერაფიმთა და ბუნებითად დასაბამობს და უწინამძღვრებს ყველა მათგანს ბუნებითად და არა პირობითად საკუთრივ საუფლო წიაღი. აი ამას ნიშნავს იერარქიული კიბის ყოველი ზემდგომი საფეხური ქვემდგომისთვის, რომ ყოველი ზემდგომი თავისი ქვემდგომისთვის დასაბამიცაა და მთავარიცაა, ანუ წინამძღვარიცაა. ამიტომ ტერმინი არხე იერარქიულ კიბეში ორივე შინაარსის მომცველია, რომ სიწმიდეთ მოთავეობა, როდესაც ჩვენ აღვნიშნეთ ეს ტერმინი, თანამედროვე ქართულად რომ არხე გადმოვიცეთ როგორც მოთავეობა, იმიტომ რომ მოთავეობა ორივე შინაარსს ასე თუ ისე იტევს, ესე იგი დასაბამობასაც იტევს და მთავრობასაც იტევს, რაც თავის მხრივ არის ბერძნულში არხეში ბუნებრივად, ისე როგორც ლათინურშიც და რუსულშიც, როგორც აღვნიშნეთ. ასე რომ, აი ეს ტერმინი მოთავეობა და პირველი ნაწილი ჰიეროს სიწმინდე, სიწმინდეთ მოთავეობა ჩვენს ბნური ფორმით ამგვარად შეგვიძლია გადმოვცეთ, რომ მთავარ ანგელოზთა მწკრივი სიწმინდეთ მოთავეობს ანგელოზთა მწკრივს, მთავრობათა მწკრივი სიწმინდეთ მოთავეობს მთავარ ანგელოზთა მწკრივს და ასე შემდეგ, როგორც ეს რიგი ცოტა ხნის წინ წარმოვადგინეთ. ყოველი ზემორე მწკრივი არის სიწმინდეთ მოთავეობის ნიშნით აღბეჭდილი უფრო ქვემორე მწკრივთან. ანუ აქ ბერძნული ზმნაც რომ შემოვიტანოთ, რომ უფრო გასაგები იყოს, რომ მთავარ ანგელოზთა მწკრივი იერარქიულობს ანგელოზთა მწკრივის, ჰიერარქეი ბერძნულად ასეა, იერარქიულობს, ანუ სიწმინდეთ მოთავეობს, ანუ ერთ და იმავე დროს ანგელოზთა მწკრივის ყველა სიწმინდეს უდასაბამებს კიდეც და უწინამძღვრებს კიდეც. წყაროცა ამ სიწმინდეებისა და წინამძღვარიცა, ანუ იერარქია ყველა მათგანისა. ჩვენ აქამდე ტერმინი იერარქიას რო განვიხილავდით, აქ უკვე შემოდის ტერმინი იერარქი. თუ იერარქია სიწმინდეთ დასაბამობაა, სიწმინდეთ მოთავეობაა, და მღვდელმთავრობაა, იერარქი უკვე შეიძლება ითარგმნოს როგორც მღვდელმთავარი, სიწმინდეთ დასაბამი, სიწმინდეთ მოთავე. მთავარ ანგელოზთა მწკრივი არის ანგელოზთა მწკრივის იერარქი. ანუ ანგელოზთა მწკრივის მღვდელმთავარი, ანუ ანგელოზთა მწკრივის სიწმინდეთ მოთავე, სიწმინდეთ დასაბამი. ანუ ჰიერარქეს. თავის მხრივ მთავარ ანგელოზთა მწკრივის იერარქი ეს არის მთავრობათა მწკრივი. ანუ სხვაგან რომ შევაბნოთ, მთავრობათა მწკრივი არის მთავარ ანგელოზთა მწკრივის იერარქი, ანუ მისი მღვდელმთავარი, მისი სიწმინდეთ მოთავე. მისი ეპისკოპოსი შეგვიძლია ასეც ვთქვათ. ანუ ზედამხედველი და ასე შემდეგ. ამრიგად ყოველი ზემდგომი არის იერარქი ყოველი ქვემდგომისა, ხოლო ყოველი ქვემდგომი არის იმ იერარქიას დაქვემდებარებული, რაც ზემორეს აქვს მისდამი. ძველ ქართულში ეს ასე გამოითქმის, რამდენადაც წმინდა ეფრემ მცირე როგორც აღვნიშნეთ იერარქიას დაკანონებული ლიტურგიკული ტერმინით თარგმნის იერარქია, როგორც თქვით, საეკლესიო ლიტურგიკული ტერმინია ძალიან გავრცელებული, ქართულად ისე თარგმნებოდა როგორც მღვდელმთავრობაი, ხოლო იერარქი როგორც მღვდელმთავარი და დღესაც ეს ტერმინები. რამდენადაც ეს ტერმინები არ შეცვალა ეფრემ მცირე და ამავე ტერმინებით გადმოსცემს საკუთრივ საღვთისმეტყველო შინაარსის იერარქიასა და იერარქს დიონისე არობაგელისას, მის ტერმინოლოგიურ ველში ასეთი ტერმინები ფიგურირებს, რომ მთავარ ანგელოზთა მწკრივი უმღვდელმთავრებს ანგელოზთა მწკრივს, ხოლო ანგელოზთა მწკრივი იმღვდელმთავრება მთავარ ანგელოზთა მწკრივისგან. ესე იგი, ერთი და იგივე ზმნური ფორმა გრამატიკულად რომ ვთქვათ, აქტივის, ანუ მოქმედებითის ფორმით გამოიხატება იმისადმი, რომელიც
უფრო ზემდგომია, ხოლო პასივის, ანუ ნებითი გვარისხრივ იმისადმი, რომელიც ქვემორეა. კვლავ აღნიშნავთ, მთავარანგელოზთა მწკრივი იერარქობს, ანუ უმღვდელთ მთავრებს, ანგელოზთა მწკრივს, ისე როგორც თავისუფლ მთავრობათა მწკრივი უმღვდელ მთავრებს, ანუ იერარქობს მთავარანგელოზთა მწკრივს, ზემდგომნი ქვემორეებს, ხოლო ქვემორედან თუ ვიტყვით, ანგელოზთა მწკრივი იმღვდელთ მთავრება, ანუ ნაიერარქებია, დაქვემდებარებულია მთავარანგელოზთა იერარქობას, ანუ მღვდელ მთავრობას. აი, ეს ორი სიტყვა, ან და სამი სიტყვა დაქვემდებარებულია მთავარანგელოზთა მღვდელ მთავრობას, ერთი სიტყვით ასე გამოითქმის, რომ იმღვდელთ მთავრება მთავარანგელოზთაგან, ანგელოზები იმღვდელთ მთავრებიან მთავარანგელოზთაგან, მთავარანგელოზნი იმღვდელთ მთავრებიან მთავრობათაგან, მთავრობანი იმღვდელთ მთავრებიან ხელმწიფებათაგან და ასე შემდეგ. ეს ქვემოდან ზემოთ, ხოლო ზემოდან ქვემოთ მთავარანგელოზნი უმღვდელთ მთავრებენ ანგელოზებს, მთავრობანი უმღვდელთ მთავრებენ მთავარანგელოზებს და ასე შემდეგ. აი ეს მიმართება, ამგვარი იერარქიული მიმართებაა, ესე იგი სხვადასხვა ხარისხს შორის სიწმინდეებს, რომ უფრო აღმატებული სიწმინდე, უფრო ქვემორე სიწმინდის მღვდელმთავარია, წინამძღვარია, მეწინამძღვრია, სიწმინდეთ დასაბამია, სიწმინდეთ მოთავია. ხოლო პირუკუ უფრო ქვემორე სიწმინდე, უფრო ზემორე სიწმინდისგან იმღვდელმთავრდება, იღებს მისგან სიწმინდეს, მის სიწმინდეთ მთავრობას არის დაქვემდებარებული. აი ეს განმარტება, ამგვარი მიმართება სიწმინდეთა შორის ხარისხობრივი მიმართება თითქოს უფრო გვაღრმავებს ჩვენ შინაარსისკენ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ის მთავარი შინაარსი, რასაც ტერმინ ჰიერარქიაში და ჰიერარქში წმინდა დიონისე არეოპაგელი გულისხმობს და ამ შემთხვევაში ეს განმარტება ყველაზე ღრმა ნამდვილად არეოპაგიტული სწავლება ტერმინ იერარქიისა და იერარქიის შესახებ მთელი მოძღვრებისთვის, მთელი არეოპაგიტული მოძღვრებისთვის კვლავ აღნიშნავთ კარიბჭის გახსნა, წიაღში შესვლა და შესაბამისად ამ მესამე და ყველაზე მთავარ მნიშვნელობაზე, ყველაზე სიღრმისეულ მნიშვნელობაზე იერარქიულობისა ჩვენ რა თქმა უნდა უფრო დაწვრილებით უნდა ვიმსჯელოთ, მაგრამ ეს ყოველივე განხორციელდება შემდგომ საუბარში. გმადლობთ ყურადღებისათვის.